ერთი შეკითხვა მაქვს უბრალოდ, აი ბიუჯეტზე ვერ გავიგე, ანუ ბიუჯეტი არ გვაქვსო და ჯერ ვერ ვიტყვი. არა, ანუ მე რას ვიძახი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტულად ჯერჯერობით არაფერი ამის შესახებ არ გვაქვს. ველოდებით მოლოდინის რეჟიმში ვართ, ამიტომ ვერაფერს ვერ გიპასუხებთ ამ ეტაპზე. ხო და ახალი ასე ვთქვათ ციფრები და ახალი სახელფასო ასე ვთქვათ ბიუჯეტი თუ ვის როგორ აი ფულ პროფესორებზე თუ არის ლაპარაკი ასე ვთქვათ როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ 10,000 ლარიო და ასე შემდეგ, თქვენ ყველამ იცით ეს ინფორმაცია ჩემზე კარგად. ბატონო ყარამ, თქვენთან მექნება ესეთი შეკითხვა, თქვენ დიზაინის ფაკულტეტთან დაკავშირებით თქვით, რომ 3+1 მიდგომაზე გადახვედით ამ მიმართულებით და ასევე თქვით, რომ თქვენ ძალიან მოგწონთ განათლების რეფორმა და მიესალმებით ამ განათლების რეფორმას. თუ გაქვთ კონკრეტულად დათვლილი ან შეფასებული, რა შედეგებს გამოიწვევს ამ კონკრეტული ფაკულტეტის გადაყვანა 3+1 მიდგომაზე? მე ვპასუხებ, რომ 3+1 შეიძლება საკმარისი იყოს, მაგრამ შეიძლება 5+1 არ იყოს საკმარისი. ანუ ჩვენ ისეთ ტერიტორიაში შევდივართ, სადაც არ აქვს გამოცდილება. გამოცდილება იმისი, თუ როგორ მუშაობს დიზაინი, ძალიან ბევრი მას. თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა გვინდოდა 4+2 რომ ყოფილიყო დიზაინში. რა თქმა უნდა, მაგრამ რახან ესე გადაწყდა და ჩვენ აი ამ ტერიტორიაზე შევდივართ ისე რომ შეიძლება მე კიდევ ვიმეორებ შეიძლება იყოს 5+1 ან 4+2 ისევ ანუ ეს ლაპარაკი არის გამოცდილებაზე რომელიც ჩვენ გვჭირდება გამოცდილებას ჭირდება ტექნოლოგიები რომელიც ჯერ არ აქვს და ის რაც გვაქვს ახალი შეძენილია და ამას ტესტი ჭირდება კვლევა როგორც თქვენ თქვით რა თქმა უნდა გეთანხმებით ამაში